პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ყირგიზეთის რესპუბლიკაში დასრულდა. ვიზიტის ფარგლებში ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის მემორანდუმები გაფორმდა. მხარეები ადესტურებენ მზადყოფნას სხვადასხვა სფეროში ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარებისთვის. ირაკლი კობახიძემ და დელეგაციის წევრებმა ვიზიტის კონკრეტული შედეგები შეაჯამეს. ნინი გოგიშვილია ბიშკეკიდან პირდაპირ ეთერში. ახალი თავი ორმხრივ ურთიერთობებში და ისტორიული ვიზიტი სწორედ ასე შეფასდა დღეს არაერთხელ საქართველოს მთავრობის მეთაურის პირველი ოფიციალური ვიზიტი ყირგიზეთში, როგორც მასპინძელი, ასევე ქართული მხარის მხრიდან დღეს არაერთხელ გამოითქვა მზაობა იმის შესახებ, რომ არა მხოლოდ სავაჭრო-ეკონომიკური, არამედ სხვადასხვა სექტორული მიმართულებით ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები უფრო მეტად გამტკიცდეს. ჯერ გაფართოებული შეხვედრის დროს შემდეგ უკვე ყირგიზეთის პრეზიდენტთან ერთობლივი განცხადებისას მთავრობის მეთაურმა გამოხატა მზაობა და სურვილი, რომ არსებული ურთიერთობები უფრო მეტად გამტკიცდეს. ასევე მთავრობის მეთაურმა ეს პლატფორმაც გამოიყენა იმისათვის, რომ ესაუბრა საქართველოს პოტენციალზე. თავის მხრივ ყირგიზეთის პრეზიდენტმა საქართველოს როლზე ისაუბრა, მათ შორის შუა დერეფნის კონტექსტში და განმარტა, რომ ყირგიზეთისთვის მნიშვნელოვანია საქართველო, მათ შორის სტრატეგიული მდებარეობიდან გამომდინარე. შეხვედრების შემდეგ უკვე მოვისმინეთ მთავრობის მეთაურის შეჯამება მისი ვიზიტის. მან ისაუბრა სხვადასხვა მიმართულებაზე და მნიშვნელოვან სასაუბრო თემაზე. აქვე აღნიშნა, რომ ორივე მხარეს აქვს მზაობა, რომ საქართველოსა და ყირგიზეთს შორის პირდაპირი ფრენები ჩაინიშნოს, რაც მათ შორის ხელს შეუწყობს ხალხთა შორისი ურთიერთობების უფრო მეტად გაღრმავებას და ასევე კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ საქართველო ახლა ელოდება მასპინძელი ქვეყნის პრეზიდენტს, რომ საქართველოში ჩამოვიდეს და უფრო მეტი დამატებითი იმპულსი მისცეს ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებს. ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტია, მათ შორის იმის გათვალისწინებით, რომ უმაღლეს დონეზე ვიზიტები ჩვენს ქვეყნებს შორის არასოდეს განხორციელებულა, მიუხედავად იმისა, რომ არსებობს მჭიდრო ისტორიული კავშირი ჩვენს ხალხებს და ჩვენს ქვეყნებს შორის. მოხარული ვართ, რომ ახლა შედგა ეს ვიზიტი, ჩვენ ასევე ყირგიზეთის პრეზიდენტი მოვიწვიეთ საქართველოში. ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი ინტერესი, რომ გავაღრმავოთ როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური კავშირები სხვა მიმართულებით თანამშრომლობა ყირგიზეთის რესპუბლიკასთან. ყირგიზეთი სწრაფი ტემპით ვითარდება ეკონომიკური კუთხით ბოლო წლების განმავლობაში, ასევე ყირგიზეთის მაქსიმალურად ცდილობს მაქსიმალურად გააძლიეროს საკუთარი ფუნქცია დაკავშირებადობის კუთხით და ეს ქმნის რა თქმა უნდა ახალ შეასრულებებს ჩვენთვის, ჩვენი ორმხრივი თანამშრომლობისთვის და ვეცდებით მაქსიმალურად ავითვისოთ ეს პოტენციალი. ბუნებრივია ყირგიზეთისთვის ისევე როგორც ცენტრალური აზიის ყველა ქვეყნისთვის არის მნიშვნელოვანი საქართველოსთან ეკონომიკური სავაჭრო თანამშრომლობა, დაკავშირებადობის კუთხით კავშირების გაძლიერება და რა თქმა უნდა ამას აქვს მარტივი მიზეზი. მიზეზი არის ის, რომ საქართველო აკავშირებს ცენტრალური აზიის ხუთივე ქვეყანას საბოლოოდ შავ ზღვასთან და დასავლურ სივრცესთან. აქედან გამომდინარე ყირგიზეთისთვის არის მნიშვნელოვანი ბუნებრივია ჩვენთან თანამშრომლობა ეკონომიკური კუთხით, სავაჭრო კუთხით და ანალოგიურად ჩვენთვისაც რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია ამ თანამშრომლობის გაღრმავება. განცხადებები, რომ კონკრეტულ ნაბიჯებში გადაითარგმნება ამის დასტურია, მხოლოდ დღეს გაფორმებული 10 მემორანდუმი, როგორც ვიცით, საქართველოს მთავრობის მეთაურთან ერთად ბიშკეკში იმყოფებოდნენ მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენლები და მათ 10 მემორანდუმი გააფორმეს მასპინძელ მხარესთან, მათ შორის იუსტიციის მინისტრმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა. მათ ისაუბრეს ამ დოკუმენტის მნიშვნელობაზე. ხელმოწერის შემდეგ კი უკვე ერთობლივ განცხადებას ხელი მოაწერა ორი ქვეყნის ლიდერმა, რითაც დაადასტურეს მზაობა, რომ დოკუმენტში გაწერილი ინიციატივები უკვე კონკრეტულ ნაბიჯებში გადაითარგმნოს. შევხვდით ჩემს კოლეგას, ვისაუბრეთ ორმხრივი ურთიერთობების დინამიკაზე, შესაძლებლობებზე, რაც არსებობს თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებით. გაფორმდა რამდენიმე შეთანხმება, რაც ასევე ეხება სხვადასხვა მიმართულებით ქვეყნებს შორის თანამშრომლობას, ასევე პროგრამა, რომელიც მომდევნო წლების განმავლობაში განსაზღვრავს ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობას. ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივაა ის, რაც აქვს ყირგიზეთს, ჩინეთსა და უზბეკეთს, რომლითაც მოხდება სარკინიგზო ხაზით დაკავშირება ამ სამი ქვეყნის, ეს პირდაპირ პროპორციულად დადებითად აისახება ჩვენ ქვეყანაზე, რამე თუ ეს მარშრუტი შეუერთდება შუა დერეფნის
მთლიან კონტექსტს, რა თქმა უნდა, აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში შეიძლება დღეს თამამად ითქვას, რომ დაახლოებით 2031 წლიდან საგრძნობლად მოიმატებს შუა და რეფანში ტვირთნაკადი და მნიშვნელოვანია ამ კონტექსტში ანაკლის ხმაწყლოვანი პორტის განვითარება. ჩვენ უკვე გვაქვს ძალიან აქტიური სამშენებლო პროცესი ანაკლის ხმაწყლოვან პორტში. Ქონდა ოქრივი შეხვედრა ჩემს ღერგის კოლეგასთან, ჩვენ შევთანხმდით იმაზე, რომ შეიქმნება სამუშაო ჯგუფები, იმისათვის, რომ ჩვენ ერთმანეთს გაუზიაროთ ის გამოცდილება, რაც გვაქვს დაგროვილი საჯარო სერვისების სფეროში, სასჯელ ახსოვლობის თუ პრობაციის მიმართულებით. ახალ ეტაპზე გადადის ამ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა, რაც თავისთავად ცხადია ასახული იქნება თანამშრომლობით ყველა სფეროში, ზუსტად ამ ფორმატში ჩვენ შესაძლებლობა გქონდა, რომ გაგვეფორმებინა მემორანდუმები, როგორც ვეტერინარიის კუთხით, ასევე ბირთვული რადიაციული ნარჩენების მართვის კუთხით. ამ მიმართ ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებები, სადაც შესაძლებლობა არის, რომ კიდევ უფრო მეტად აქტიურად დავიწყოთ თანამშრომლობა. საქართველო-ყირგიზეთის დიპლომატიური ურთიერთობების 34 წლიანი ისტორიის განმავლობაში საქართველოს პირველი ოფიციალური ვიზიტი, წლიანი პაუზის შემდეგ რიგით მეორე ეკონომიკური სამთავრობო სხდომა და გაფორმებული არაერთი მემორანდუმი, ეს მოკლე შეჯამებაა ყირგიზეთში საქართველოს მთავრობის მეთაურის პირველი ოფიციალური ვიზიტის. მადლობა, ეს ნინი გოგიშვილი იყო.